სურათი რომ გამოფინეს, ბიჭო. თავმოყმარეა ხალხი, ღირსების მქონე ხალხი. მაგაზე სერიოზულად დაძაბავდა. რა თქმა უნდა. სერიოზულად დაძაბავდა მაგაზე, რომ აი მერაბისა და ზვიადისთან ერთად ბიძინა რომ გამოფშყვირეს. თავმოყარე ხალხი ამას დაძაბავდა. და თქვენ ნახავთ, აი არც ერთი ოცნების მხარდამჭერი რამე უკმაყოფილებას კი არ გამოთქვამს. სულ დაშეგოგორი არის, გას ნებისმიერი რაც გინდა უთხრას ხელისუფლებამ, ყველაფერს აბრავებენ. ყველაფერს. და ეს მათი ცხოვრების წესი, ეს მათი არჩევანია. და ძალიან ცუდად დაამთავრდება ეს ყველაფერი და ღმერთთან უკრასოს სახელმწიფოსთვის დაამთავრდეს ცუდად. თორემ ეგენი იმსახურებენ ყველაფერს. იმიტომ რომ ყველანაირი ქმედება არსებობს სამყაროში, მატერიალურ სამყაროში მიზეზ შედეგობრივი კავშირი. ეს ბუნებრივი კანონია. არსებობს ასევე ჩვენს ქრისტიანულ სწავლებაში ცოდვას მოყვება საჟელი. ეს ასე არის და ერთი და იგივე არის, როგორც სხვადასხვა სფეროში, აი ცოდვას მოყვება საჟელი, აი ეს არის მიზეზ შედეგობრივი კავშირია ეს. და ამ საქციელს საჟელი მოყვება ბოლოში. და რასაც ახლა ეს ხელისუფლება აკეთებს, რასაც მისი გამправებლები აკეთებენ, რასაც მისი მხარდამჭერები თავისი სიჩუმით რო აკეთებენ, უმოქმედობით, სიჩუმით რომ აკეთებენ, ამას გარკვეული შედეგები მოყვება ხვალდაზე. მე ვთხოვ ღმერთს, რომ ეს შედეგები სახელმწიფოზე და ჩვენს ქვეყანაზე არ გავრცელდეს. იმიტომ დანარჩენებიც ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და ჩვენს გამო შეიწყალე უფალო ჩვენი სამშობლო. თორე ეგენი აი მაგათ შემხედვარე მე რო უყურებ მაგათ ჩვენ სახელმწიფო აღარ უნდა გქონდეს არც ერთი არანაირი ლოგიკით. სახელმწიფო ჩვენ მაგათი შემხედვარე. მაგრამ როგორც ჩან მაგათ გარდა კიდე ხო არსებობს ზნეობრივი ადამიანები, ეკლესიისა და ზნეობის და ღირსების მქონე ადამიანები ხო არსებობს. ამას რომ საუბრობ, მე ეს კი არ მიხარია. თუ ხვალდაზე წეხანავს ვთქვი და კიდე გავემეორებ. ხელისუფლების მხარდამჭერები ყველა იმ სიბინძურის ჭამას, რასაც ხელისუფლება აწვდის, შეწყვეტენ და ღირსების გზაზე დადგებიან. ეს იქნება ჩემთვის ბედნიერება, ეს იქნება ჩემი საქართველოს გადარჩენის დაჩქარება. ეს გამეხარდება მე. მაგრამ რო გითხრათ ახლა ბევრისგან ველოდები ღირსების გზაზე დადგომას მაგ ფლანგიდან. უკვე ისეთ მდგომარეობაში არიან შესულებით ძალიან ვერავარ თლათბანდ იმედიანად, რომ მაგ ფლანგიდან ბევრი ამჯობინებს, ბევრი იქნება ისეთ ვინც ღირსებას ამჯობინებს ყველაფერი იმ სიბინძური ეს ჭამას, რასაც ხელისუფლება აწვდის.